ტოლთა და განსახლების სამინისტრომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა, რომ დევნილების გამოყვანა შეჭრილი ობიექტებიდან მომხდარიყო დიალოგის ფონზე და უმტკივნეულოდ და რამაც სასურველი შედეგიც გამოიღო. ორივე მხარეს მინდა მადლობა გადაუხადო როგორც სამინისტროს, ასევე რა თქმა უნდა დევნილებს, რადგან დევნილებმა გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და დაამტკიცეს ის, რომ დევნილებს შეუძლიათ დიალოგი აწარმოონ და ითანამშრომლონ ტოლთა და განსახლების სამინისტროსთან. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ალტერნატიული შეთავაზება არ აქვს დევნილებს, რომელთაც ზოგადად ეკუთვნით განსახლება და სამინისტრო პირდება მათ, რომ ეს შემოთავაზება იქნება ეტაპობრივად სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით და ჩვენ ამასაც გავაკონტროლებთ და შესაბამისად გავაშუქებთ და მივაწვევთ ჩვენს ხედვებს და ჩვენს წინადადებებს კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. ესე იგი, ჩვენ 1 ოქტომბერს ვიცით, რომ ბაქოს ქუჩით დაიწყო, ასე ვთქვათ, უკანონო შეჭრა დევნილების, რასაც მოჰყვა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ტალღა ხო დევნილების შეჭრის და ეს იყო პირველი პრეცედენტი და პირველი მაგალითი ტოლთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან, თუ როგორ უნდა მოხდეს დევნილების გამოყვანა ამ შეჭრილი ობიექტებიდან. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობა მიიღო დადგენილება და ამ შეჭრას მისცა უკანონობის სტატუსი და ეს უნდა აღმოიფხვრას, ასე ვთქვათ, სამართლებრივად და მან მოახერხა ის, რომ პოლიციის ძალის გარეშე და ჩვენ მაქსიმალურ ჩართვით და წინადადებით, რომ ყოფილიყო მაქსიმალური დიალოგი დევნილებთან, მოახერხა უმტკივნეულოდ სამინისტრომ ამ დევნილების გამოყვანა.